Dad, I've come to you today to let you know that I've remembered that when I was a kid that you raped me. როდესაც გვესმის სიტყვა ინცესტი, გონია რომ საქართველოში ეს იშვიათი ან შეუძლებელი მოვლენაა. მაგრამ ინცესტი არის სექსუალური ძალადობა ოჯახის შიგნით და სწორედ ამიტომ არის ყველაზე მეტად დამალული. ასეთი ძალადობა ხშირად წლები გრძელდება. ინცესტი შეიძლება მოდიოდეს ოჯახის ნებისმიერი წევრისგან და ხშირ შემთხვევაში ბავშვი ვერ ბედავს ლაპარაკს, რადგან აგრძნობინებენ, რომ სიმართლის თქმა ოჯახს საფრთხეს შეუქმნის. ეროვნული ანონიმური კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალების დიდი პროცენტი ამბობენ, რომ 18 წლამდე ასაკში იყვნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. 2024 წელს პროკურატურის ოფიციალური ანგარიშის თანახმად საქართველოში დაფიქსირდა მინიმუმ 51 შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ოჯახის მიერ იყო განხორციელებული. მოძალადე შეიძლება იყოს მამა, დედა, ძმა, ბიძა, მამენაცვალი, ბაბუა და სხვა ახლო ნათესავი. და მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს რიცხვი არ ასახავს სრულ მასშტაბს ამ პრობლემის, რადგან სტატისტიკაში მოხდა მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც პოლიციამდე მივიდა. და ამ ყველაფერში იცით რა არის ყველაზე რთული და მტევნეული? ხშირ შემთხვევებში დედებმა იციან და დუმან. იცით ბავშვს ხშირ შემთხვევაში რას ეუბნებიან? დედას ოჯახს დაუმგრევ, ხალხი რას იტყვის? ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს. ოჯახს განადგურებ. თქვენ ალბათ ფიქრობთ, თუ დედებმა იციან, როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში იყო ჩუმად. არსებობს რამდენიმე მიზეზი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის შიში, ფინანსური დამოკიდებულება, საცხოვრებლის დაკარგვის შიში და საზოგადოების რეაქცია. მეორე მიზეზია უარყოფა, როგორც ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი. როცა რეალობის მიღება ძალიან გერმეულია. არსებობს ასევე თანადამოკიდებულება, როდესაც ქალი ემოციურად ბევრად მიჯაჭვულია აგრესორზე, ვიდრე საკუთარ შვილზე. ახლა გადავიდეთ რეალურ შემთხვევებზე. გორში სასამართლოს პროცესზე დადასტურდა, რომ 10 არასრულწლოვან ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა. ზუგდიდის პოლიციამ 40 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც 14 წლის ბავშვს სექსუალურად იძალადა. ბათუმში დაფიქსირდა, რომ 30 წლის მამაკაცმა 11 წლის ბიჭზე ძალადა. საქართველოს პროკურატურამ დააკავა კაცი, რომელიც 13 წლის ბავშვს აუპატიურებდა. მას 16 წელი მიუსაჯეს. შიდა ქართლში 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს. ასეთის ორ სხვადასხვა სოფელში მამა და მამენაცვალი დააკავეს 14 და 15 წლის ბავშვების გაუპატიურებისთვის. ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებისთვის 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს. 15 წლის მოზარდმა, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. ბაბუა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა შვილიშვილზე. ახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგო მამეთის ქმარმა გააუპატიურა. ხაშურში დააკავეს 51 წლის კაცი, რომელიც 16 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა. დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. სავანმყოფოში გამოკითხვისას მან თქვა, რომ 2 წლის განმავლობაში მასზე მამა სექსუალურად ძალადობდა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავ. ამუქრებოდა შვინს. He put his hands underneath the covers and started feeling me all over, age 6 to 15. So I'm a loser. I'm a loser, and I'm so not. But I really believed I was because he filled my head. And for what he did, made me believe that I was nothing. არსებობს საქმეები, რომელიც 10 წლეულების შემდეგ იხსნება. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში ქალი უკვე ზრდასრული იყო, როცა გაბედა და თქვა, რომ ბავშვობაში მამენაცვალი სისტემატიურად ძალადობდა მასზე. დედამ იცოდა, თუმცა ოჯახმა დუმილი არჩია. ქალს მთელი ცხოვრება თანძდევდა დეპრესია და შფოთვა, სანამ სიმართლის თქმა გაბედა. ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობა არ რჩება მაშინ, როდესაც ის ფიზიკურად წყდება. ის რჩება სხეულში, ფსიქიკაში და ურთიერთობებშიც. Ცხოვრებლები ხშირად ებრძვიან პოსტტრაუმულ სტრესულ აშლილობას, ქრონიკულ შფოთვას, სირცხვილისა და დანაშაულის გაცდა.
კვლევები გვიჩვენებს, რომ ქალებმა, რომლებმაც ბავშვობაში გადაიტანეს სექსუალური ძალადობა, დიდ ასაკში 18-ჯერ უფრო მეტად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ეს მხოლოდ გვიჩვენებს ერთ რამეს. როცა საზოგადოება დუმს და რეაგირება არ ხდება, ძალადობის ციკლი თაობიდან თაობამდე გრძელდება. ალბათ ყველა ქართველი იტყვის, ეს ჩვენთან არ ხდება. სინამდვილეში ეს ხდება ყველგან, ქალაქშიც და სოფელშიც, ღარიბ და შესაძლებლო ოჯახებშიც, რელიგიურ და არარელიგიურ გარემოშიც. My name is Jerry. I raped my victim. I knew him. How many children would you estimate? Over my entire life, I probably got 100, 150 victims. I taught Sunday school. I attended church. I led singing in the church. All the while, I was molesting. A charge of lewdness, serious molestation on an 8-year-old child. My name is Jeremy. I was convicted of lewd molestation. A victim was 2.5. ინცესტ არ აქვს ერთი სახე, მაგრამ მაგას აქვს ერთი საერთო ელემენტი. ეს არის დუმილი. თუ ბავშვი ლაპარაკობს, ეს არ არის ოჯახის დამგრევა. ეს არის გადარჩენის მცდელობა. და დუმილი არ არის ნეიტრალიტეტი. ეს არის თანამონაწილეობა.